Ძვირფასო მეგობრებო, ჩვენს წინა ფილმს ერქვა სალამი ახალ გრიგალებს. იმიტომ დავარქვით ეს სათაური, რომ საქართველოში კრიტიკული რეალიზმის შემდეგ სულ სხვა ახალი ვითარება დამკვიდრდა, ახალი ფილოსოფიური, პოლიტიკური მიმდინარეობები გაჩნდა და ქართული მწერლობა ცდილობდა ღრმად გარკვეულიყო ამ მიმდინარეობაში. ფეხი აეწყო მისთვის, ოღონდ არც ერთი წუთით არ დაევიწყებინა საქართველოს მთავარი საქმე, საქართველოს თავისუფლება, საქართველოს დამოუკიდებლობა და ეს გაცხადდა სწორედ იმდროინდელი მწერლების შემოქმედებიდან, ეს გაცხადდა მთიდან ალექსანდრე ყაზბეგის ომახიანი მოთხრობებისგან, სადაც მთიელები უკანასკნელ ამოსუთქვამდე იცავენ თავიანთ მიწას, თავიანთ ხელშეუხებლობას დარაჯობენ კავკასიონის გადმოსაცვლას და ცდილობენ იარაღით ხელში დაიცვან თავიანთი მეობა, თავიანთი ქართული თავისუფალი სული. იკეცება მე-19 საუკუნის ლიტერატურის დიდი წიგნი, ჩნდება მე-20, დიდი შეტევა თვითმკვლელობის წინააღმდეგ სხვადასხვა მიმართულებათა, აზრთა, მუშათა და ნაკლებად გლეხთა, მაგრამ მაინც გაერთიანებული ძალით შეტევა თვითმკვლელობაზე თავდება მეფის ჩამოგდებით. ნიკოლოზ მეორემ ტახტზე უარი თქვა, დროებითი მთავრობა დამყარდა რუსეთში და ამ ვითარებას, ამ ახალ სუნთქვას დიდი იმპერიისას, რომელიც ჯერ კიდევ ბოლომდე არ დააშლილა და ტორტმანებს საქართველო იმით ეხმიანება, რომ საქართველოში დეპეშა ჩამოდის თავრობაზე გარდაიცვალა. ეს დაშიფრული დეპეშა გახლა და ამბობდა მეფე გადადგა. რა თქმა უნდა, იმ დიდ ისტორიულ ქარტეხილებში ქართველებსაც ჰქონდათ თავისი ლომის წილი დადებული, მაგრამ ამაზე შემდეგ საქართველოში რეალიზმთან ერთად, საქართველოში პროლეტარულ მწერლობასთან ერთად, საქართველოში ავანგარდისტთან ერთად, დემოკრატიულ მწერლობასთან ერთად, თერგდალეულთა ხაზის გაგრძელებასთან ერთად, კრიტიკულ რეალისტთან ერთად ჩნდება კიდევ ახალი მიმდინარეობა, რომელსაც ჩვენ პირობითად ცისფერ ყანწელები უნდა უწოდოთ. ცისფერი ყანწები და სიმბოლიზმი ერთი და იგივე გახლავთ. სიმბოლიზმი დამკვიდრდა ევროპაში, ევროპიდან გავრცელდა იგი რუსეთში და რუსეთიდან შემოვიდა საქართველოში. მოსკოვში სწავლობდნენ უმაღლეს სასწავლებლებში ქართველი ახალგაზრდები და მათ შორის ტიციან ტაბიძე და ამ ჯგუფმა ქუთაისელი ყმაწვილებიდან ჯერ ეს მიმდინარეობა ცისფერ ყანწელთა ორდენი შექმნეს ქუთაისში, მერე თბილისში გადმოვიდნენ. თბილისში მათ უკვე გიორგი ლეონიძე შემოუერთდება, ხოლო ქუთაისში გამოსვლას იწყებს ლიტერატურული ჟურნალი ცისფერი ყანწები. 1915 წელს გამოვიდა ეს ჟურნალი. ცისფერი ყანწების მხოლოდ 2 ნომერი გამოვიდა. მეტის გამოცემა ახალგაზრდა ბიჭებმა, ამ შვენიერმა, ნიჭიერმა ყმაწვილებმა ვერ შეძლეს. მაშინ ცისფერ ყანწელებთან ერთად, მერე რატომღაც მიზეზის გამო დაშორდნენ ერთმანეთს, იყვნენ გალაქტიონ ტაბიძე და გრიგოლ რობაქიძეც. ცისფერი ყანწელები ორიგინალობით გამოირჩეოდნენ, იმიტომ რომ მანიფესტი, რაც მათ შესთავაზეს კითხვებს, ეს იყო სრულიად ორიგინალური და თქვენ წარმოიდგინეთ, განსხვავებულიც კი ფრანგული და რუსული სიმბოლიზმისაგან. ჩვენ უარს ვამბობთ წარსულზე, წარსულს ჩვენ აღარ მივსტირით, უარი მუზეუმებს და გამოფენებს. ჩვენ ვიწყებთ ახალ სიცოცხლეს მსოფლიო კულტურაში. მსოფლიო კულტურაში ეს ახალი სიცოცხლე სავსეა ელექტრონით და რევოლუციებით. ჩვენ უნდა გარდავქმნათ სამყარო. ხანდახან სრულიად ზედმეტს იღებენ ქართველი სიმბოლისტები თავის თავზე, მაგრამ ისეთი ძლიერია მათი ლიტერატურული მუხტი, იმდენად ღრმად განსწავლულნი,
ევროპულ პოეზიაში და იმდენად კარგად აქვთ მათ შეთვისებული პოეზიის, როგორც ახალი ესთეტიკის სილბო და სიტკბო, რომ ცისფერ ყანწელები იმსახურებენ მკითხველის დიდ ყურადღებას და ქართველი მკითხველი დაეძებს სად არის, რატომ არ არის ცისფერი ყანწები, რატომ აღარ გამოდის შესავალი წერილი, რაზეც მე თქვენ უკვე მოგახსენეთ, დაწერილი იყო პაოლო იაშვილის მიერ და ცალკე რაზმი ეს ქართული ლიტერატურული დენდებისა, ცალკე მდგომი, ცოტა გაბრაზებულიც ახალ ხელისუფლებაზე, თუმცა ისინი პირველად როგორც ზოგიერთი კრიტიკოსი თავისი ნაჩქარევი ხელით წერს, მიესალმნენო პაოლო იაშვილი და ტიციან ტაბიძე და ვალერიან გაფრინდაშვილი საქართველოში შემოსულ მე-11 არმიასო, მაგრამ ასე არ იყო. ისინი მივიდნენ ხელისუფლებასთან სათანამშრომლოდ, მხოლოდ ორი რამის გამო. ეს თანამშრომლობა როგორც შემდეგ გაირკვა მათი შემოქმედებიდან, მოჩვენებითი იყო. უნდათ რომ მე-11 არმიას ხალხი არ გაეჟლიტა, თბილისი არ დაენგრიათ და ჩუმად, ესე იგი, ცოტა ირონიულადაც, ცოტა ისეთი მოჩვენებითი სიმშვიდით ეუბნებოდნენ ახალ ხელისუფლებას, რომ რა იყო, ასეთი დიდი განსხვავება არ არის. მართალია თქვენ შემოხვედით, მაგრამ თბილისი და საქართველოს უძველესი კულტურის ქვეყანაა. ჩვენ ისე უცხოები არა ვართ, არც რუსული საზოგადოებრივი აზრისაგან და არც იმ იდეებისგან, რაც თქვენ მოიტანეთო. ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი მიხვდნენ, რომ მაინც და მაინც ვერ გაამართლა და სისხლით და מחვილით მოვიდა, როგორც გრიშაშვილი წერს, სხვის ხიშტით შემოხვედითო და ეს ცისფერ ყანწელები უკვე სულ რაღაც 2-3 წლის შემდეგ გადაუდგებიან საბჭოთა ხელისუფლებას. მართალია ელიავას წერილი დააწერეს, რომ ჩვენ დავით სარაჯიშვილის სასახლე გადმოგვეცით ქართველ მწერლებსო, ელიავას დათანხმდა ამაზე, მაგრამ სულ ცოტა ხანში გაირკვა, რომ როცა ერთიანი ლიტერატურული ფრონტი, რასაც ერქვა პროლეტარული მწერლობა და შემდეგ სოციალისტური რეალიზმი კვიდრდება და ებრძვის იგრის სხვადასხვა ლიტერატურულ სკოლებს, ეს მაინდა-მაინც ხელს არ აძლევდათ წმინდა ესთეტებს, მებრძოლ ლიტერატორებს, უნიჭიერეს პოეტებს, ტიციანს, ვალერიანს, პაოლოს, სანდრო ცირეკიძეს, მით უმეტეს გრიგოლ ლობაკიძეს და სხვათა და აი ტიციან ტაბიძე დაწერს, დაეცა ლოცვა და პოეზია, მუზები ცისკრის კარებს აღებენ, მაგრამ ჩვენ სხვა დრო წამოგვეწია, ჩვენ ალბათ სადმე ჩაგვაძაღლებენ. წარმოგიდგენიათ? წინათ გრძნობა ტიციან ტაბიძისა. პაოლო იაშვილი წერს წითელი ფარშევანგები. როდესაც 21 წელში შემოვიდა მე-11 არმია, გაივსო ქალაქი წითელი ფარშევანგებითო. მისტირის საქართველოს თავისუფლების დროს ვალერიან გაფრინდაშვილი, ხოლო ყოლა უნადირაძე საგანგებო ლექსს დაწერს, შემოდიოდა სიკვდილი ცელით და ეს ცელიანი სიკვდილი იყო საქართველოში შემოსული მე-11 არმია. ძიმე ბედი ერგოთ ცისფერ ყანწელებს შემოძვირფასო მეგობრებო, ეს ყველაზე ორიგინალური, თვითმყოფი ლიტერატურული ჯგუფი ნელ-ნელა რეპრესიების მსხვერპლი გახდა და აი იბარებენ პაოლო იაშვილს ჩეკაში, რატომ ხარ შენ ქართველი მტრების მეგობარი და რატომ ჩდები ხანდახან მათ სუფრაზე. საქართველოს მტრებად მიაჩნია ბოლშევიკს, ყველა სხვაგვარად მოაზროვნე. ტიციან ტაბიძე რომ წერს, ჯობს რომ არ ქონდეს სრულად სამშობლო, ან და არ იყოს ასე ლამაზიო, ამ ტიციან ტაბიძეს, რომელიც მხოლოდ ლექსით და პოეზიით სუნთქავს, მხოლოდ საქართველოს აღორძინების ღაღადებელია. მე ლექსებს არ წერ, ლექსი თვითონ წერს, ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს. ლექსს მე უწოდებ მოვარდნილ მეწყერს, რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს. აი ასეთ ტიციან ტაბიძეს შუაღამისას აიყვანენ თავისი საცხოვრებელი სახლიდან და ხერხემალს
ინსინუაციების, ცილის წამებების მსხვერპლი რა ინდიკაცი, რომელზეც ასეთი შესანიშნავი ლექსი დაწერა ჩვენმა საყვარელმა ირაკლი აბაშიძემ, თვითონ მტრებისგან საქართველოს მტრებზე მითვლილი წუხდი, მეძახდი, თან დამზდებდი 20 წელია, რომ გეთქვა ჩემთვის მაგ 20 წლის შენი სიკვდილით, გოსანს ჭეშმარიტს რომ სიკვდილი არ უწერია. აი ამ შენობაში მეორე სართულზე ერთი კრების დასრულების შემდეგ, სადაც პავლო იაშვილს როგორც ხალხის მტერს სასტიკად გააკრიტიკებენ, დაასრულებს თავის სიცოცხლეს სანადირო თოფის მიდებით საფეთქელთან, როცა ჭექარე ხმა თოფისა გაისმა ამ შენობაში მწერალთა სახლში, პირველმა მიხეილ ჯავახიშვილმა მოკიდა მაჯაზე ხელი, რომელიც უკვე აღარ ფეთქავდა, პირი გვერდზე მიაბრუნდა და ჩაილაპარაკა. ვაჟკაცი ყოფილა. ასე ბედი ერგო ცისფერ ყანწელებს ჭილექისგან გარდაიცვალა სანდრო ცირეკიძემ, გრიგოლ ლობაქიძემ მიატოვა საქართველო და თავისი წყინვალე რომანის გველის პერანგის ავტორმა და თავისი შესანიშნავი ლექსების ავტორმა, რაც დაწერა მან და გამოაქვეყნა ცისფერ ყანწელთა ჟურნალში, ცისფერ ყანწელში, მერე იქ დაწერა რამდენიმე ფრიად გახმაურებული რომანი და მათ შორის გრაანის მცველნი და სხვადასხვა. 62 წელს სიცოცხლე დაასრულა ევროპაში, ასე დაიშალა ლამაზი ორდენი ცისფერ ყანწელებისა, ასე დასრულდა მათი შემოქმედება. ცისფერ ყანწელთა შემდგომ ქართულ ლიტერატურაში მოვა სრულიად ახალი რაზმი. ეს რაზმი გახლავთ ჯგუფი ქართული მწერლობისა, რომელსაც როგორც კრიტიკოსები წერდნენ, რეციდივები, სიყვითლენი, სიმბოლისტური ჰქონდათ, მაგრამ მერე ღონიერ დიდ შემოქმედებით სკოლას შექმნიან, ამ სკოლას ამშვენებენ გალაქტიონ ტაბიძე, გიორგი ლეონიძე, კონსტანტინე გამსახურდია, მიხეილ ჯავახიშვილი და სხვანი. მანამდე კი ერთი მძიმე პერიოდი უნდა განვიხილოთ ჩვენ ქართული მწერლობისა, ეს საშინელი დრო კაენის სულის აღზევებისა. სანამ დავიწყებდეთ გალაქტიონზე საუბარს, ეს არის 37 წელი, რომელსაც გალაქტიონსაც ძალუმად შეეღო და შემდეგ ფილმს ერქვევა კაენის სულის აღზევება. გმადლობთ ყურადღებისათვის.